მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში და ცხოვრებაში ახლა? შევიჭიდოთ, გავწიოთ ფარდა და გავიხედოთ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში, შევიხედოთ უпростоრად და ვნახოთ რა ხდება რეალურად მათ სივრცეში ახლა. ეს განსაკუთრებით უფრო მეტად აქტუალურია იმ მსმენელისთვის, ვისთანაც ვთქვათ, არ გამოდის კონკრეტული ადამიანი კომუნიკაციაზე, გარკვეული უცნაური სიჩუმეა, გაუგებრობაა და თქვენ გაინტერესებთ, ან შესაძლებელი აღარ გაქვთ ურთიერთობა და უბრალოდ გაინტერესებთ რა ხდება ადამიანის რეალობაში. ნებისმიერი მიზეზი შეიძლება იყოს თქვენთვის აქტუალური და საინტერესო, თუ რატომ გაინტერესებთ თუ რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ახლა შეიძლება ეს არის თქვენი ერთგვარი არაკეთილის მსურველი და გაინტერესებდეთ ახლა რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო? მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ნინო ლეშავას YouTube არხზე და შეგახსენებთ, რომ როგორც YouTube არხი, ასევე მზის ადამიანი გვერდი, Facebook გვერდი ფუნქციონირებს ამ ეტაპისთვის მხოლოდ და მხოლოდ ძირითადად შემეცნებითი ტაროლოგიური საჯარო გაშლებით და შემეცნებითი პერიოდული ესეთი საინტერესო პოსტებით, რომლებიც ყველას თავის ცხოვრების ეტაპზე თავისი მიმართულებით ეხმარება. ხოლო რაც შეეხება უფრო მეც, მაგიურ-ოკულტური მიმართულებით განვითარება, სწავლა, პრაქტიკები, რიტუალები და კიდევ ბევრი საინტერესო რამ, რა თქმა უნდა, ჩემს ეზოთერულ შემეცნებით დახურულ ჯგუფში მზის კარი. ჯგუფი ფასიანია, ამიტომ ვინც მოთხოვნას გამოაგზავნით, ეს გაითვალისწინეთ, რათა ცარიელი საუბრებით არც თქვენი დრო არ დაკარგოთ და არც ადმინისტრატორების დრო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი ვნახოთ საჯარო გაშლა. თემით, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? ახლა რა ხდება, როდესაც თქვენ ამ საჯარო გაშლას უყურებთ? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? შეგიძლიათ ორი ადამიანის ჩაიფიქროთ, არავინ არ გზღუდავთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ახლა დახუჭეთ თვალები, მაგრამ ზოგადად გირჩევდით, რომ ერთი ადამიანი ჩაიფიქროთ და მთელი ფოკუსი თქვათ მომართოთ ერთი ადამიანისკენ, რომ უფრო სწორი და კონკრეტული პასუხი მიიღოთ, ხო? მაშა სადამე, დაინახეთ ჩაფიქრებული ადამიანი, დახუჭეთ თვალები და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად მიგიზიდავთ და დაგიძახებთ. მაშა სადამე, გაცდით რამოდენიმე წამით. ვინც ვერ მოასწარით, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? ახლა ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ხდება ის, რომ ადამიანი არის მაქსიმალურად დაინტერესებული თავისი ფინანსებით, თუ კი ბიზნესი აქვს საკუთარი ბიზნესით, მთელი მისი ფიქრები, მთელი მისი ემოციები, ენერგიები ტრიალებს ამ თემის ირგვლივ. ფინანსები შესაძლებელი ადამიანი ბევრს მოძრაობდეს, გადაადგილდებოდეს, საქმეებს აგვარებდეს, გარკვეულ მოლაპარაკებებზე დადიოდეს. მოკლედ ესეთი საქმიანი კიტრია, რომელსაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მის ცხოვრებაში ხდება და რაც აინტერესებს, ეს არის მისი ფინანსები, და ეს არის ის ურთიერთობები, რომელიც მას ერთგვარ ფინანსურ სარგებელს უბრუნებს, ხომ? კიდე რა ხდება? ვნახოთ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. შვიდიანების პენტაკლები. გარკვეულ ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია ადამიანს მოსულოდა გარკვეული კონფლიქტი, გაუგებრობა. ადამიანს აქვს განწყობა იმისა, რომ თითქოს არ უფასდება, ან ვერ უფასებენ შრომას ისე, როგორც მას სჭირდება. შესაძლებელია გარკვეულ პატარა ტყუილსაც, ან იმედგაცრუებას, გადაგდებას, ხო, სლენგს გამოვიყენებ, შეეჩეხა კონკრეტული ადამიანებისა თუ კონკრეტული ადამიანის
მხრიდან და ამან გამოიწვია რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი სიბრაზე, აგრესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ფორტუნას ბორბალი ორიანების ხმლები რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში ახლა. ადამიანი გულნათკენია, ადამიანი მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის, იმიტომ რომ თulis რომ უფრო მეტს უნდა ღებულობდეს ვიდრე ვთქვათ ის საკუთარ შრომას გადის გულნათკენია და იმედგაცრუებულია, იმიტომ რომ უნდა რომ ვთქვათ მისი საქმე, საფულე, ფინანსები უფრო მეტი მოჰქონდეს მისთვის, მაგრამ ეს ასე არ ხდება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ადამიანი თავს ძალიან მარტო სულად გრძნობს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ აი თითქოს არავის არ ესმის მისი, რომ მარტო იბრძვის, მარტო აკეთებს და ადამიანს კატასტროფულად აკლია დადებითი ენერგიები, ეს შემიძლია გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოძრაობს საქმეს აკეთებს და მუდმივად პენტაკლების ენერგიებში ტრიალებს, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას ფინანსებს ეხება, მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ არც პასუხით სამყაროსგან თუ როგორ უბრუნებენ მას კლიენტები, ადამიანები, კოლეგები არ აქვს მნიშვნელობა, არ არის ამით კმაყოფილი, იმედგაცრუებულია, თითქოს ადამიანებისგან ვერ ღებულობს იმ პასუხს, რომელსაც ის ელოდება და ჩანს ასევე ის, რომ თავს პერიოდულად ძალიან მარტო გრძნობს, იმიტომ რომ თითქოს არ ყავს გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც ვთქვათ, მასთან სასიამოვნო ემოციებს და ენერგიებს გაცვლის, პერიოდულად ძალიან ენატრება კონკრეტული ადამიანი ამ ჩაფიქრებულ თქვენს მიერ ადამიანს, იმიტომ რომ მქონდა ესეთი სასიამოვნო და საინტერესო პერიოდი თქვენთან თუ ახლა არ ვაკონკრეტებ ვინ არის ეს ადამიანი და ძალიან ენატრება ამ ემოციების განცდა ჩაფიქრებულ ადამიანს. ეს არის შემოძვირფასებულ პირველი ვარიანტი, ეს უცებ მიმოვიხილეთ რა ხდება მის ცხოვრებაში ახლა და მის პირად სივრცეში. მეორე ვარიანტი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის რეალობაში რა ხდება ახლა. ადამიანის რეალობაში ხდება ახლა ის, რომ მან თავისი ცხოვრების ერთი ეტაპი უკვე ჩახურა, მის ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი იწყება, ახალი ცხოვრება თითქოს, ეს არის ადგილმდებარეობის შეცვლა, ახალი კომუნიკაციები, ახალი კონტაქტები, ახალი სფეროები თავის ცხოვრებაში, ხო, რაც შემოაქვს, რაც მისთვის აქტუალური და საინტერესო. მოკლედ, ადამიანი თითქოს რაღაცა ახალ ცხოვრებას იწყებს, იმიტომ რომ ძველი ეტაპი დაგვირგვინდა, ცუდად თუ კარგად დაგვირგვინდა, მაგრამ ადამიანში იგრძნობა ეს რაღაცა ახალი სუნთქვა. ნახოთ, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა, ნამდვილად ადამიანი ნამდვილად, ესე იგი, ან შესაძლოა დაწინაურდა სამსახურში, ან თვითონ არის გარკვეული რაღაცა სივრცის პატრონი არ გამოურეცხავ ამას ნებისმიერ შემთხვევაში, ან ეს არის ახალი კარიერული მიმართულება, ეს არის ახალი ახალ ალღოს უღებს რაღაცა ახალ სწავლებას, ახალ მიმართულებას, ახალი გეგმები აქვს ადამიანს და ეს გეგმები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უნდა რომ ძველიდან რაც აქამდე გაიარა, რაც აქამდე ისწავლა, რაც აქამდე შეიმეცნა, რაც აქამდე შეძლო, აი და მე გითხარით, თუ ადამიანმა რაღაცა ეტაპი ჩახურა თავის ცხოვრებაში, უნდა რომ მთელია ეს გამოცდილებას მოკიდოს ხელი და შემოიტანოს თავის ახალ ცხოვრებაში და ახალ რეალობაში და მიიღოს ამ ყველაფრიდან სარგებელი. კი, ადამიანი აბსოლუტურად ახლებურად იყურება, ძალიან ბევრი აქტიური ენერგიებია, ადამიანი ახლებურად იყურება, ადამიანი ახლებურად ხედავს, აღიქვამს და მის ცხოვრებაში ახლა ხდება ის, რომ ის თავს გრძნობს გამარჯვებულ ადამიანად, ის თავს გრძნობს წარმატებულ ადამიანად, მასში იგრძნობა ძალიან დიდი мотиваცია, ძალიან დიდი ენერგია, იმიტომ რომ ადამიანმა თითქოს თავისი ცხოვრების ხარისხი შეცვალა და ეს ცვლილებები არის ბევრად უკეთესობისკენ, ძალიან დინამიურია მისი ცხოვრება ახლა, ძალიან აქტიურია, ბევრი მოძრაობით და ძალიან ინტენსიურად ჩანს შეცვლილი ადამიანის
ცხოვრება, რომელმაც რაღაც ერთი ეტაპი, როგორც მოახსენეთ, ჩახურა და ახლა მისი ცხოვრება არის აბსოლუტურად სხვანაირი, ენერგიული, ესეთი ვიბრაციები ჩანს, ძალიან ცეცხლოვანი და ადამიანი მოკლედ მთელი თავისი სიჩქარით მიიწევს ახალი ცხოვრებისა და ახალი რეალობის გზაზე. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი, საუკეთესო სურვილებით. და ახლა მესამე ვარიანტი, ამეთვის თვითონ საერთოდ რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა ის ხდება, რომ ადამიანი განიცდის სერიოზულ ნგრევებს თავის ცხოვრებაში. ეს ნგრევები მისთვის ძალიან დიდ შოკთან არის დაკავშირებული, ძალიან დიდი შიშთან არის დაკავშირებული, რაღაცა ძალიან შეჩვეული და სტაბილური ჩამოენგრა ადამიანს, ან უკვე განიცდის ან ამ ნგრევას. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? შვიდიანების თასები, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? ადამიანის ცხოვრებაში ახლა ის ხდება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მაინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად გარედან ეს ადამიანი შესაძლებელი ამას ნაკლებად იმჩნევდეს, რომ ის ცხოვრებაში ახლა ესეთი ქაოსია. თუმცა რეალურად ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილად ცდილობს, რომ ძლიერად იდგეს ფეხზე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ძალიან მარტო გრძნობდეს თავს და ძალიან იმედგაცრუებული იყოს, ეს შეიძლება ბევრმა ადამიანმა ვერ შეამჩნიოს მის რეალობაში ნამდვილად, მას თავი როგორც იტყვენ, ისე უჭირავს, ხო? და მას ნამდვილად აქვს იმედი იმისა, რომ ბევრი რამ მის ცხოვრებაში ნამდვილად შეიცვლება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ ადამიანს კონკრეტულმა ადამიანმა ძალიან გაუცრუა იმედი არ აქვს მშობე ხა მე აქ კაცს უყურებ თუ ქალს არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და ვფიქრობ აქ რომ ძალიან ეხება ეს ყველაფერი უფრო მეტად თითქოს პარტნიორულ ურთიერთობებს, სადაც ადამიანი არ იმჩნევს იმ ტკივილს და იმ ძალიან მძიმე დარტყმას, რომელსაც ის ახლა განიცდის. ხო, კი, ნამდვილად აქვს ადამიანს იმის იმედი, რომ რაღაცები უკეთესობისკენ გამოვა, შეიცვლება, შესაძლებელია ის ადამიანი, ვინც გული ატკინა, ცდილობს რომ რაღაცაერთი იმედი მისცეს, რომ ყველაფერი დაალაგდება და ამშვიდდება, მაგრამ ადამიანი მუდმივ ეჭვებშია, ხო, ადამიანში შიგნით თითქოს რაღაცა გატყდა, აღარ არის ბედნიერი, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ ეს მაინც შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებს არ ეხებოდეს და ეს ვთქვათ ეხებოდეს სამსახურსაც, კოლეგიალურ ურთიერთობებს, მაგრამ ძირითადად ეს მაინც არის პარტნიორული ურთიერთობა, სადაც შესაძლოა მესამე პირები, სადაც ადამიანები ორი ადამიანი ერთად თანაცხოვრობს, მაგრამ თითქოს ერთად არ არიან, ხო, ცალ-ცალკე სამყაროები აქვთ. აქ ბევრი რამ შეიძლება იყოს, მესამე პირის ჩარევაც ვახსენე უკვე. მთლიანობაში ადამიანი შიგნით განიცდის ძალიან დიდ ტკივილს. სიგნიფიკატორი არკანის ვარიანტის არის კოშკი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანში რაღაცა ძალიან მტკივნეულად ჩამოინგრა და მისი ესე მარტივად აშენება, როდესაც რაღაცა ფუნდამენტალურად გენგრევა, არის ძალიან რთული და ძალიან მტკივნეული. ასე რომ აი ესეთი რაღაცები ხდება ადამიანში ახლა. რეალურად თავს ის მაინც მარტო გრძნობს ძალიან და შესაძლოა ეს კიდე ასევე ძალიან გავს ურთიერთობას, რომელიც გარეთ გამოაქვს, ხო, ადამიანს რაღაც ძალიან პრეზენტაბელურად, ლამაზად, მაგრამ შიგნით აბსოლუტური სიცარიელე და კრიზისია. აი ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.